არ იცნობ. მეუღლე გამოდის, ხო? ხო, ეს ჩემი ქმარია. ესეთი კატეგორიული რატო იყავი? იცი რა არის, პირველ რიგში რომ იყო ჩემი სახლის გადაღება, რომ როგორ ცხოვრობს ნაზღაიძე ცალკე და ასე შემდეგ. გიორგი გადავიდა ახალ სახლში, უბრალოდ გადადის და ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი ფანდი, რომ გადაგვეღო ვითომ გიორგის ახალ სახლობისთვის ვემზადებით და პროფილის განაღები ჯგუფი იქ იმყოფებოდა ვითომ გადასაღებად და ამ დროს კარზე ისმის. და ამ დროს კარზე ისმის რაღაცა ზარის ხმა, ვიყურებ რაღაცა ჭუჭურტანაში თუ რაც ქვია და ვხედავ რაღაც გვანცა ბაგატა. ნუ ტელევიზიიდან ვიცოდი ეს ადამიანი და ვიცოდი რაღაცა კარს ვაღებ, სალამი რა გინდა, მაგრამ რა გინდაც არ დამცალდა, შემოვარდა ბარგი მიაგდო რაღაცა და წამოწვა. დივანზე და მე ვჩები აქ შენი მეუღლე ვარ და დედაც. ანუ ორი კამერა, ასეთი დამაინტრიგებელი ამბავი ქალს არ იცნო. არა, მე გეტყვი, იცი რა, თავიდან ცოტათი დავეჭდი ამის შემოსვლის მომენტში, მაგრამ იმ დონეზე უხეშად შემოვიდა და იმ დონეზე უხეშად ეს თავისით მოკალასდა, რომ ვიფიქრე, ამ კამერები აქ ამ დროს დამოვიწყდა საერთოდ და მე ვთქვი რა ხა თმებში მოკიდებ ხელს და უკვე ხელი წავიღე და მით უმეტეს რომ მივხვდი რა ხა კამერები იყო. არა, უკვე იცი რა, წყობილებიდან გამოდიოდი, იმიტომ რომ ლოგინზე ხტუნაობა და საწოლზე ხტუნაობა დაიწყო, ეს უკვე ჩანს სიუჟეტში და იქიდან ჩამოვაგდე ფეხზე გაიხადა, მე ეს კაბა ისე აიფრიალა გამომიჩინა თავისი ყველაფერი და შოქში ვიყავ. მე მინდა ვთქვა რომ ქალისთვის არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, მივიდეს უცხო სიმპათიურ კაცთან. კი, გეთანხმები. ჩემოდნით ხელში და უთხრას რომ გამარჯობა გიორგი, დროიდან მე ვარ შენი ცოლი. თან მით უმეტეს ვათრი აქეთ, იმიტომ რომ საწოლიდან გადმოვიდე კედელს მივახეთქე. მე მაპატე მართლა ძალიან უხეშად მოგეკეცი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ფარული კამერა. მე იქიძდა იქიდან ავაყენე ამ ხელის სიმით. მითხარი რა, მითხარი რა. უბრალოდ შემეცოდა მაშინ, როდესაც მართლა მაპატია გვანცა, იმიტომ რომ უკვე როდესაც მივიდა, ანუ სამზარეულოში კრანი, როდესაც მოუშერო ხელებს, ისველებდა თუ რაღაცას, მივხვდი რომ მანდ უკვე დაიჯერა რომ მასლა უნდა და შენი ცოლო რა. მე უკვე მანდ უკვე ვეღარ ხვდებოდი რა ხდებოდა. ანუ უკვე ვერც ოპერატორებს ვერ ვამჩნევდი რა სახლის გადაღება, ეს გიჟივი დარბოდა, მე ამას გიჟივი დავსდებდი, ამ ბარს აქეთ რაღაც კურდღელი მოიყვანა თავისი. ბოჭია, სათამაშო ბოჭია. ჩვენი შვილი იყო, რაღაც აღმოჩნდა ჩვენი შვილი იყო სახეში მესროლა. მითხარი ხან ყველაფერს როგორ თამაშობდი? დამაჯერებელი იყავი. მე კი ვიქნებოდი რა თქმა უნდა დამაჯერებელი, მაგრამ აი ამის რაღაც ეს არ იყო თითქოს დამაჯერებელი რა. ანუ ამას როგორც საბოლოო ჯამში გაირკვა. წვილი ვიცხედავ, ხო? როგორც საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მას უნდოდა თურმე უფრო მეტი სცენები, ანუ შიშიშვლე. ცეცხლი მინდოდა, არა, შიშიშვლე ამას რო გაიხა. აი მე უფრო მაგარი. არ გაიხადე გიო? გვანცა ბაგრატიონისთვის რო არ გავიხდი 100%-იანი ვიცი. აი რატო? გაიხადე კონცერტს ის საქართველოსის საცვალი მიფარებული მქონდა და. მაგას მოიხსნა. ერთი კითხვა მაქვს. ანუ ხომ არ ქონდა მოლოდინი რომ გიორგისთან მისვლის შემდეგ გიორგის ექნებოდა ამაზე არა უარყოფითი, არამედ დადებითი რეაქცია. სულ ერთი იყო რა რეაქცია დარჩი გონცაო. ოჰ, დავრჩებოდი ეგრე. არა, მე საერთოდ მითხარი რა ვერ გავიგე. ჩემთვის სულ ერთი იყო საერთოდ აი ამ ადამიანის რეაქცია, როგორც მითხრეს, ისე ავედი რა. უნდა შერიგდეთ ახლა. მე მაპატია გვაქვს. ეს ყველაფერი იყო დადგმული. ეს ყველაფერი იყო თამაში. ჩვენ გაგაშაყირეთ. მე შურს ვიძებ რა თქმა უნდა ხა. იცი რა. ისე ჩვენ ზე და აუცილებლად ახლა. აი ბახოს აქ, მაგალითად თავის გადაცემა და ამით იძებ. მე სხვანაირად უნდა შევეცადო შური იძება. მე ბახოსთან შევიყურებ. ბახოსთან შევიყურებ. მეტი მექნება რა გინდა შევეცადო. შეიძლება რაღაც თქვა, შურის ძება უნდა კამერები ეყენათ ვერ მიხვდნენ. მე ფარული მქონდა კამერა, ვერაფერი ვერ დავინახე და მე არ მინდა შურის ძება. აი ორი კამერა იღებდა ამ ყველაფერს. როგორ ვერ მიხვდით? წარმოიდგინე აუ მიხვედრილი იყო ისედაც. ეხლა აქეთ არის ჩემი სამზარეულო, ნახეთ ესეთი რაღაცა ესეთი ჭიქები, აქეთ არის ჩემი აბაზანა, სუფთა რაღაცა ასე შე რაღაცა იდეალური გარემო არის რაღაცა შვიდათ ვარ პირველად ცხოვრებაში სკანდალები არაფერი და უეცად შემოდის ქალი პანტერა ქალი კატა ქალი ფოცხვერი და მხდება დოყლაპი მაშინ გვაც მე მაპატეთ რა ყოველ მეორესთან სექსი ვერ მექნება მაშინ ესე უნდა გიპასუხო აი მე მეც არ მექნება შენთან აი რომ ეხვეწო მილიონად არ მოგვანცა რა ეცვა უკაცრავად მილიონი ძალიან ბევრია გვანცა დედაგვარი ხო ვიცი ნუ მაინც იშტო არ ვიცი აი რატომღაც უფრო
ისე მოხდა რომ მე უნდა გავღიზიანებულიყავი ამ ყველაფრით და მე გამიკეთეთ ფარული კამერა და საბოლოო ჯამში მე გული მწყდება რომ გვანცა გაღიზიანდა უფრო და და რატო გაღიზიანდა? არ ვიცი. საიდან მოიტანე? იმიტომ რომ ბოლოს რაღაცა შემოვარდა სახში, ისევ რაღაცა გაგრძელდა ეს რაღაც საუბარი და რაღაცა თქვა რომ აი მეტი ექშენი მინდა, მეტი ცეცხლი მინდა. რა არ მოგეწონა გეხოცები ვითხარ ცეცხლში რას გულის. მოდი ასე ვიტყვე და ვერ ითამაშა, ეგრევე მიხვდა და ვერ ითამაშა. ახლა ტიკლიგანა გვანცა ის ნახვა არ მინდა რატო აი თორწუნად გეხოცები? ზის ხალხი მშვიდობიანი ტკბილად გავაშაყირეთ, მაგრამ თანაცხოვრობს ერთმანეთთან და აი რატო შეიძულეთ ასე ერთმანეთი? მას კითხეთ, იმიტომ რომ გადაღების შემდგომ შენ მითხარი. აი რა მე არ შევიძულე გვანცა, უბრალოდ გვანცა არის პატარა ბავშვი, რომელმაც უნდა ისწავლოს წიგნები, წაიკითხოს, გაიზარდოს და ისწავლოს როგორ მოიქცეს საზოგადოების თავშესაფრები. შენ როგორ უნდა მოიქცე? იცი ეგ? გავაკეთო. უნდა ჩაიხადო, ხო? უნდა ჩაიხადო საწვალი აი. არა, თუ ამბობ. მაგრამ რა მობილიზებულია? ეგ ცოტა მეში. მე გამოვიტან ასე დასწრას მე მგონი თქვენ შორის რაღაც ხდება. არა, ღმერთმა დამიფაროს მაგრამ. აი, ამისგან ღმერთმა დამიფარო. ფარული ნება გაჩნდა. აიში. მოდი, გვანცა. აი, გიჟდები ამ ადამიანზე, აი რა. შემდეგი გადაცემაც თქვენია, როგორ გვანცა. მოდი გავუყარე. გვანცა. რომ არ იყოს კამერები, ჩემი რეაქცია ყველა მიცით. ხო, რა რეაქცია? გინება იცი? გვანცა. იცი როგორი სართულიანი გინებები? გვანცა. რა? გვანცა. რა გეწყინა? მე არაფერი არ მეწყინა, მე საერთოდ ეგეთი რაღაცებიდან არაფერი არ მწყის და მით უმეტეს ამისგან რა უნდა მწყენოდა. ხასერჩი რა გინდო? ცოტათი შოკირებული სახე მაქვს. მე მგონი ახალი სკანდალი მწიფდება და კიდე უნდა დაგპატეჟო. არა, მე მართლა ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმისათვის, რომ ესეთ ფარულ კამერაში გამხვე და ესეთ სიტუაციაში გამხვე და ალბათ მეორეჯერ აღარ გამხვევ. არა, საჯაროდ ვფიქრ, რომ მეორეჯერ ასეთ ეროტიულ ხუმრობებს მეგობრებო აღარ მოგიწყობთ, გვაპატიეთ, თქვენ ხომ არ იჭხუბებთ? არა. გვანცა? არ ურჩევ. ვაიმე. მე მგონი დიაზეპამი აქვს დასალევი ამის. მე მგონი რაღაც რა გავაკეთო, მაია მითხარი, ჩუმო. ერთმანეთ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, ასე ჯობია. დაზავდით. უნდა ამას რომ რაღაცა გაგზელდეს სკანდალი და რაღაცა პრესაში დაიწერო. აუ, მაგას მე არა შენ ეძებ სკანდალებზე და იმებზე შენ დარბიხარ. აუ, აღარ იცის კამერებია, ნახე შეხედა გიღებენ, გიხარია, ხო? ნაკურთხი წყალი, არავის არ აქვს, მიასწრით, ვინმე. ნაკურთხი წყალი. თქვენ წინაშე ორი ადამიანი, რომელმაც საუკეთესოდ იცის არაფრისგან როგორ გააკეთოს შოუ. გიორგი ნაზღაიძე და გვანცა ბაგრატიონი. ჩაკი უნდა შემოგვერცეს, ხალბატონი, რომლის ბატონო? ხელით შეხება ისება. არ შევხებივარ, არ შევხებივარ, რა. დედაშვილო. მოგიდე? შუმაც ვარ მე მაი, ხო ხედავ შენ? ხო ხედავ, აი არ შენ ვეხები. პატვის შუმაც ვარ, შენ გადაცემაში. მაი რა მიყურებ მე. მე არაფერს შენ მასწავლებელი ხსეოდა? წამოდი. კარგია. წამოდი.